ქართული ოცნების პრეტენზიებს ამ წუთებში კიდევ ერთი ევროპელი ელჩი ისმენს. გერმანელი დიპლომატის შემდეგ დღეს ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარა. უშინდელ თითქმის 2 საათიან შეხვედრაზე, როგორც ჩანს, გერმანიის ელჩს ოცნების წარმომადგენლებმა გაუმეორეს ყველა ბრალდება, რაც მუდმივად ისმის მათი ლიდერებისგან კონკრეტული ელჩებისა და მთელი ევროკავშირის მიმართ. პიტერ ფიშერმა ამ ბრალდებებს დღეს სოციალურ ქსელში უპასუხა. არ მომისმინეს, არ ვარ რადიკალი, გერმანია კი საქართველოს მეგობარია, დაწერა მან. პუშინ კი რამდენიმეჯერ გაიმეორა ევროკავშირის სახელით გავრცელებული გაცხადების შინაარსი, სადაც ნათქვამია, რომ გმობენ ევროპელი დიპლომატების მიმართ უსაფუძვლო და დამაზიანებელ ბრალდებებს და ისინი საქართველოში ვენის კონვენციის სრული დაცვით მოქმედებენ. სალომე ლაბაძე მუშაობს ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. სალომე, ამჯერად ვინ შეხვდა დაბარებულ ელჩს და ხომ არ დასრულებულა უკვე ეს პროცესი? დიდი ბრიტანეთის ელჩმა ოცნების საგარეო უწყების შენობა უკვე დატოვა. მას მედიასთან ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აკა ბოჭორიშვილი ამ დროისთვის საქართველოში დაბრუნებული არ არის, მაღალია იმის ალბათობა, რომ საათ ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე აქ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი, ის ბოჭორიშვილის მოადგილეს ხვდებოდა. როგორც გითხარით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩს მედიასთან არ უსაუბრია, მისი კომენტარი არ მოგვისმენია არც ამ შეხვედრის დაწყებამდე. საყურადღებოა, რომ ამ დრომდე დუმს თავად საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩვენ იმის შესახებ, რომ აქ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს, პროპაგანდისტული მედიების დახმარებით გავიგეთ, თავად უწყებას კი ამ დაბარების შესახებაც კი არ გავრცელებია ინფორმაცია და არც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებია რაიმე ცნობა მედიისთვის, ამიტომ ჩვენთვის ამ დროისთვის დაზუსტებით არ არის ცნობილი, როგორ განმარტავს ბრიტანეთის ელჩის დაბარების მიზეზს თავად საგარეო უწყება. თუმცა მაღალია იმის ალბათობა, რომ ბრიტანეთის ელჩის დაბარება უკავშირდება იმ განცხადებას, რომელიც გუშინ მათ შორის ბრიტანეთის საელჩომაც ევროკავშირის წევრი თითქმის ყველა ქვეყნის საელჩოსთან ერთად გაავრცელა და რომელიც წარმოადგენს სოლიდარობის გზავნილს იმ დიპლომატების მიმართ, რომლებიც ქართული ოცნების მხრიდან თავდასხმის სამიზნეები არიან. ამ განცხადებაში საელჩოებმა აღნიშნეს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებით და სრუბრალდებების წარდგენით ელჩების წინააღმდეგ ქართული ოცნება მათ დიპლომატიურ საქმიანობაში ხელს უშლის. სწორედ ამ განცხადების გავრცელების შემდეგ დაიბარეს გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ საყვედური გამოუცხადა და საყვედური იყო ისეთივე შინაარსის, როგორცაც ვისმენთ ხოლმე ფიშერის წინააღმდეგ ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ანუ საგარეო უწყებამაც პეტერ ფიშერი დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. ამიტომ სავარაუდოა, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩმაც ოცნების საგარეო უწყებისგან ასეთივე შინაარსის საყვედური მოისმინა, რადგან ასეთივეა მის წინააღმდეგ ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების გზავნილების. აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთსა და ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად დაიძაბა მიმდინარე წლის ივნისში, როცა ბრიტანეთის საელჩოს არ მიეცა კონკრეტული პროექტების განხორციელების, მათ შორის იმ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს უნდა მომსახურებოდა. ამის შემდეგ ქართულმა ოცნებამ არაერთგზის დიდი ბრიტანეთის ელჩი, საელჩო და მთლიანად დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა საქართველოში ექსტრემისტული პროცესების ხელშეწყობაში. ამიტომ სავარაუდოა, რომ დღეს ბრიტანეთის ელჩმა ოცნების საგარეოში ასეთივე მძიმე შინაარსის საყვედური და ბრალდებები მოისმინა სავარაუდოდ ბოჭორიშვილის მოადგილისგან, რომელიც მას თითქმის საათ ნახევრის განმავლობაში ხვდებოდა საგარეო უწყებაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღალი ალბათობით დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარება უკავშირდება საელჩოების ერთობლივ განცხადებას, მოსაოდნელია, რომ ქართული ოცნება ამ პროცესს გააგრძელებს, რომ გარეთ უორდი არ იქნება ბოლო, ვინც დღეს აღმოჩნდა საგარეო უწყებაში და ამის შემდეგ მოსაოდნელია, რომ ქართულმა ოცნებამ აქ არაერთი სხვა დასავლური სახელმწიფოს წარმომადგენელი დიპლომატიც დაიბაროს.